მოგესალმებით, ეს არის მილენიალი, მე კი ნუკლი შოშიაშვილი გახლავართ. ჩვენ ვიწყებთ ახალ სეზონს. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველაფრისთვის, მადლობა ყურადღებისთვის, გრძნობ თქვენ მხარდაჭერას, გაზიარებებს, მადლობა დონაციებისთვის და შევეცდებით აუცილებლად თუ თქვენი მოლოდინები გავამართლოთ, ეს სეზონი გამოვიდეს საინტერესო და თქვენთვის პირველ რიგში თქვენთვის საინტერესო და იმ აქტუალურ საკითხებს შევეხოთ, რაც ზოგადად საქართველოში არის. ჩვენ შევდივართ ახალ ფაზაში, ახალი სამყარო იქნება და შესაბამისად საჭირო ამაზე საუბარი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვამზადებთ მოკლე ვიდეოებს სხვადასხვა საინფორმაციო სახით, იქნება ეს წიგნები, იქნება სხვადასხვა თეორიები და თქვენ ეგ შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ გვერდზე, მილენიალის გვერდზე და თუ გააზიარებთ, დიდ მადლობას გადაგიხდით. ეხლა რა შეეხება უშუალოდ ამ გადაცემას, ჩვენი სტუმარი არის გიორგი მგვიმრაძე, ყველასთვის ცნობილი ჟურნალისტი. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ პოლიტიკურ რეალობაზე, ისეთ პოლიტიკურ მოძრაობაზე, იდეოლოგიაზე, მოდი ესე ვთქვათ, როგორიცაა ვოუკიზმი. სხვათა შორის ვოუკიზმი უკვე მქონდა ერთი ვიდეო, პატარა ვიდეო გაკეთებული, 10 წუთიანი. შეგიძლიათ ესეც ნახოთ. მაგრამ გიორგიმ დაწერა უფრო ფართო სტატუსები, რამოდენიმე წერილი დაწერა ვოუკიზმის წინააღმდეგ და რომელიც ყველას გირჩევთ რომ წაიკითხოთ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც აი აკადემიურად განხილული მრავალმხრივ განხილული და საჭიროებს ეს საკითხი ჩვენ საზოგადოებრივ დღის წესრიგში იყოს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შევდივართ იმ ფაზაში, სადაც ეს ვოუკიზმი გარკვეულწილად დასავლეთში მართალია ჩაღმავლობის პერიოდს განიცდის, მაგრამ საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია, ჩვენ ხედავთ ამას ყველა არსებულ მოვლენაში, აქციები იქნება თუ სხვადასხვა და ამიტომ აი დღევანდელი თემა ძირითადად იქნება ვოუკიზმი. მადლობა მოსვლისთვის გიორგი პირველ რიგში. და მოდი ჯერ დავიწყოთ დასაწყისიდან. რა არის ვოუკიზმი? კი ბატონო, მადლობა ნუკრი მოწვევისთვის და თან განსაკუთრებით, ესე ვთქვათ, ახალი სეზონის დაწყებისთანავე, ესე ვთქვათ, მე პირველ რიგში ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და მიულოცავ ჩვენს მაყურებლებს, შენს მაყურებლებს, მსმენელებს ახალ წელს შობას, რომელიც უკვე განვლეთ და სიკეთეს უსურვებ ამ ახალ წელს. ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან პერიოდში შევდივართ ნამდვილად, იმიტომ რომ როცა ვიწყებ საუბარს იმაზე, რომ მართლა შენ ახსენე, რომ დასავლეთში ის გარკვეულ, ასე ვთქვათ, დაღმასვლას განიცდის ვოუკიზმის ფენომენი, ასე ვთქვათ, ხო? და შესაბამისად, როდესაც ესეთი დომინანტი კულტურა, ასე ვთქვათ, დომინანტი იდეოლოგია განიცდის რაღაცა ვთქვათ, უკუსვლას, ალბათ ვფიქრობ, რომ გმართებს უფრო მეტი სიფრთხილე, იმიტომ რომ მას შეუძლია ამ დაღმასვლის პროცესში მნიშვნელოვანი ზიანი მოგვიყვანოს. კი ბატონო, კუდი მოიქნიოს და ადამიანები, რომლებიც აი სულ ბოლო სტატუსში მეწერას, არა, ბოლოს წინა სტატუსში მეწერა ზუსტად ის, რომ ადამიანები, რომლებიც აი ამ ასე ვთქვათ, დაღმასვლის შედეგად, ამ ეპოქის დასრულების შემდეგ თავს აღმოაჩენენ საკუთარ ასე ვთქვათ, აი ამ იმედგაცრუებაში, რომ ის დასრულდა ეს პროცესი, ხო, მათი მოქმედებები შეიძლება არაპროგნოზირებადი აღმოჩნდეს და ისინი შეიძლება ცალკეული ადამიანების მიმართ, ხშირ შემთხვევაში შეიძლება უდანაშაულო ადამიანების მიმართ ხიფათსაც კი წარმოადგენდნენ, ხო, მათი აგრესია შეიძლება, როდესაც ისინი ვერ მიწვდებიან, თქვათ, იმ ძალაუფლების მატარებელ ადამიანებს ბევრი მიზეზის გამო შეიძლება მათი აგრესია ჩვეულებრივ ადამიანებზე იქნას ესე ვთქვათ, აი მაგალითად მიმართული. აი ნახოთ დასავლეთში ეს მაგალითი ძალიან ისეთია, თვალშისაცემია. მათ ჯერათ, რომ ისინი ფლობენ აბსოლუტური ჭეშმარიტებას. დიახ. ეს არის და ამიტომ არანაირი დიალოგის განსხვავებული აზრისთან მიმართებაში არ უნდა შემოვიდნენ, ანუ არ უნდა ხორციელდებოდეს. აი ყველაზე ეს დამახასიათებელი ვოუკიზმში არის ის, რომ ალტერნატიული აზრი უკვე ფაშიზმია. მათთვის აბსოლუტურად მიუღებელია. მაგრამ სამდე აი უშუალოდ გადავალთ მეთოდებზე, როგორ ახდენენ ისინი ოპონენტების, მოდი ესე ვთქვათ, განეიტრალებას. ჯერ ვთქვათ, შინაარსი, ვოუკიზმის შინაარსი. რა არის ვოუკიზმი? შენი კითხვა იყო თავიდან ეგ და მე რაღაც ცოტა ისე სხვაგან წავედი მართალია. ესე იგი, პირველი თითქოს ეს ყველაფერს რაღაც 60-იან 70-იან წლებში იწყება ამერიკაში, როდესაც შავკანიანთა უფლებებს უკავშირდებოდა უშუალოდ ესე ვთქვათ. ხო, ანუ უფრო გამოღვიძებას გულისხმობდა, იმიტომ რომ რაღაცა როგორც ამბობენ, ის წარმოიშვება ესე ვთქვათ, ინგლისური სიტყვა awaken, ანუ გაღვიძებული, გამოღვიძებული. თუმცა უფრო მაინც ატარებს აი ესე ვთქვათ, შავკანიან
საზოგადოებაში გავრცელებულ ინგლისური სლენგის ფორმას, ესე ვთქვათ, ხო? Wokes, ესე ვთქვათ, შემცირებული ფორმა ესე და უფრო სლენგური ფორმა ესე. თუმცა დღეისათვის უფრო მიიღო, რასაც ჩვენ ხშირად უწოდებთ ხოლმე ესე ვთქვათ, გენდერული იდენტობის პოლიტიკის, ვთქვათ, ძირითადი მატარებლების დაცვის, ესე ვთქვათ, და გავრცელების და ნორმად ქცევის სახე და რაც ყველაზე საინტერესოა, აგრესიული ფორმა იმისა, რომ ეს ყველაფერი იყოს დამკვიდრებული. ხო, ანუ აი ეს იდეები, რომელიც თანამედროვე ადამიანის ეგრეთ წოდებული ასე ვთქვათ, პოსტ-ადამიანისთვის არის დამახასიათებელი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება აქამდე არსებულ ადამიანის ყველა გაგებას და განსაკუთრებით მის კოლექტიურ გაგებებს, კოლექტიურ იდენტობას ნებისმიერს და მარტივად ვახსენოთ, აი თან გავამართოთ. კოლექტიური იდენტობა არის მათ შორის ოჯახიც. ერიც. კი ბატონო, იცი რა, ბოლოს არის ასეთი გაგებაც, რომ თვით ადამიანიც კი, ადამიანი როგორც ასეთი თავისთავად კოლექტიური გაგება. კოლექტიური იდენტობა, კი. და აი ეს პოსტ-ადამიანი, ტრანს-ადამიანი სწორედ იმას გულისხმობს, რომ ამ ადამიანსაც კი გაუპირისპირდეს არსებული, ასე ვთქვათ, არსება. ანუ ესე რომ დავარქვათ, ხო, ანუ ამ იმდენად რამდენადაც ადამიანიც კი კოლექტიური იდენტობაა, მასთანაც კი უნდა შევიდეს კონფლიქტში ის არსება, რომელსაც სურს გათავისუფლდეს ყველანაირი კოლექტიური იდენტობისგან. და ეს ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა. მაგრამ თავარი რა არის, რა იწვევს ამ აგრესიას, რაზეც შენ დაიწყე საუბარი, არის ის მის აი ამ იდეის, ასე ვთქვათ, რელიგიური შინაარსი, ანუ რელიგიად ქცეული შინაარსი. იმიტომ რომ ვერც ერთი რელიგია ვერ იტანს სხვა რელიგიის არსებობას, სხვა კონფესიის არსებობას. ყველა რელიგია გამორიცხავს იმას, რომ მის პარალელურად სხვა ჭეშმარიტებაც არსებობდეს, ხო? და უბრალოდ ასე უყურებს ეს ამ იდეის მატარებლებს, ასე უყურებენ ყველა სხვა იდეას, რომელიც შეიძლება მათ პარალელურად არსებობდეს, ხო? მაგრამ აქ არის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. რელიგიას აქვს მაინც გააჩნია დოგმა. არა, მე არ ვამბობ, რომ ეს რელიგიაა. მე ვამბობ, რომ რელიგიის ხარისხია აყვანილი, ანუ რწმენა იმისა, მათი იდეის ჭეშმარიტების რწმენა, რომ ეს არის ნამდვილი იდეა და ამის გარდა სხვა არ არსებობს. სხვა ყველა დანარჩენი შეიძლება ფაშიზმის ელემენტი რაც შემოიტანე. მე არ ვამბობ, რომ აქ რამე გაწერილი დოგმები არსებობს, აქ რამე ღმერთი არსებობს და ასე შემდეგ, არა. ეს ყველაფერი ამისთვის უცხოა, იმიტომ რომ ღმერთი კოლექტიური იდენტობის ნაწილია. ღმერთი ქმნის კოლექტიური იდენტობას. აქ ამ შემთხვევაში სხვა რაღაცაზე მინდოდა გამემახვილებელი ყურადღება. ანუ ნახეთ, ვოკიზმის აქვს რამოდენიმე ეტაპი. პირველი ეტაპი იყო მაგალითად გეების და ლესბოსელების საკითხი, ხო? მეორე ეტაპი იყო, ну, თავიდან, რა თქმა უნდა, რასისტული საკითხი იყო აფროამერიკელი ადამიანების დამიმართებაში. შემდეგ იყო უკვე ესე იგი ლესბოსელი და გეები და შემდეგ უკვე აღმოჩნდა, რომ არც ეს არ არის საკმარისი და ტრანსი და ქვიარ ადამიანები უფრო უპირატესები არიან, ვიდრე ლესბოსური ან გეურ იდენტობის მქონე ადამიანები. იმიტომ რომ იმათ უკვე გააჩნიათ რაღაცა იდენტობა. შესაბამისად, ეს არის ზოგადად იდენტობის წინააღმდეგ მიმავალი, რომელსაც ასევე გააჩნია იდენტობა. ხო. ეგ ძალიან საინტერესო ფენომენია, იმიტომ რომ შეუძლებელია შენ საბოლოო ჯამში, ანუ ბოლო ესე მარტოხელა არსებამდე მიხვიდე, ხო? იმიტომ რომ რომელსაც არანაირი იდენტობა არ აქვს. ხო, პრინციპში შეუძლია, იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ რაღაცა ტიპის თემს შევქმნით, თუნდაც ეგრეთ წოდებული ქვიართა თემს შევქმნით. უკვე მათ რაღაცა აერთიანებს. უკვე მათ რაღაცა ტიპის იდენტობა აერთიანებს და ამის დანაწევრება უსასრულობამდე, ну, არ ვიცი, სადამდე შეიძლება მივიდეს, ანუ რა არის ის სუბსტანცია, რომელიც ბოლოს აი ამ ნებისმიერ კოლექტიურ იდენტობას დაუპირისპირდება და ამისგან განყენებული იქნება, ამისგან გათავისუფლდება. ანუ რა მდგომარეობაა ეს წარმოუდგენელიც კი, ну, არც არავის არ აქვს რეალურად ამის პოსტ ადამიანის ისე იდეა. მაგრამ აი გიორგი, რო არ თეორიაში რო არ შევიდეთ და უშუალოდ პრაქტიკაში ავიღოთ ეს და განსაკუთრებით ქართული პრაქტიკა ავიღოთ. აი ხო ვიღაცა ალბათ გვიყურებს და ალბათ იტყვის რომ აი რა შუაშია ჩვენთან ეს საკითხები კი ვიღაცები შეიძლება იყოს, მაგრამ მე არა სოციალურად აქტუალური იტყვის ალბათ ეს. აი შენ რატომ დაწერე წერილები სწორედ ვოკიზმის წინააღმდეგ? იმიტომ რომ ჯერ ერთი ის რაც ხდება ბოლო პერიოდში ჩვენთან ძალიან ესე ვთქვათ მნიშვნელოვან წილად წარმოადგენს ამ ვოკიზმის ესე ვთქვათ ანარეკლებს ჩვენს ყოფაში, ჩვენს ყოველდღიურობაში, ხო? ანუ ერთ-ერთი პირველი პოსტი, რომელიც დავწერე, სწორედ იმ პერიოდს ემთხვეოდა, როდესაც
ესე ვთქვათ, ვაკის ერთ-ერთ ტაძარში მივიდა რამდენიმე ადამიანი და ნუ მოხდა ის დაპირისპირება, ესე ვთქვათ, მამაშალვა კეკელიასთან, რომელიც ალბათ ყოველს გვახსოვს, ხო? ანუ ამ შემთხვევაში თავარი აქ რა იყო, რომ რეალურად მათი მიზანი არის, რომ ყველა განსხვავებული ხმა უნდა ჩაეხშოს. ანუ არ უნდა არსებობდეს არც ერთი განსხვავებული ხმა, ანუ ის ეგრეთ წოდებული დაკენსელების კულტურა, ხო, რომელიც ამ ვოუკიზმის ერთ-ერთი სერიოზული ნაწილია და ის ცდილობს, რომ ესე ვთქვათ, განსხვავებულ პოზიციებს არ აძლევდეს შესაძლებლობას, რომ ვთქვათ, წარმოჩინდეს, ხო? და ჩვენ ამის საკმაოდ ხანგრძლივი მაგალითი გვაქვს ჩვენს ქვეყანაში. იმიტომ რომ მაგალითად მეინსტრიმ მედია საშუალებები დიდი ხნის განმავლობაში მთლიანად გამორიცხავდნენ ყველა განსხვავებული პოზიციის წარმოჩენას და ის მხოლოდ ის დიქოტომიური რეალობა გვაქვს წარმოჩენილი მთელს მედია გარემოში, რასაც ქვია ვთქვათ ქართული ოცნებისა ნაციონალური მოძრაობის დაპირისპირება პოლიტიკურ ასპარეზზე, ხო? და კიდევ უფრო უარესი რაც არის პოლიტიკურ ასპარეზზე და კულტურულ იდეოლოგიურ საკითხს და მხოლოდ ეს ლიბერალური იდეოლოგია, რომელიც დომინირებს მთელ საჯარო სივრცეში, ხო? განათლების სექტორი იქნება ეს, კულტურის სფერო იქნება, მეინსტრიმ მედია იქნება ეს თუ ასე შემდეგ, ხო? ანუ ერთ-ერთ პოსტში ისიც მიწერია, რომ რეალურად კონსერვატიული ძალების მაგალითად მოძლიერება გამოიწვია მხოლოდ იმან, რომ გაჩნდა ალტერნატიული სოციალური მედია პლატფორმები და არა თქვათ მეინსტრიმ მედიაში მათი გამოჩენა. პირიქით, მეინსტრიმ მედიაში ის ადამიანები მხოლოდ ამ დრომდე აკრძალულები არიან, ხო? მეინსტრიმ ნარატივები ამ ადამიანებს, ესე ვთქვათ, ანუ განსხვავებული იდეოლოგიის და ღირებულებების მატარებელ ადამიანებს უბრალოდ გარიყავს. და თითქოს არც არსებობენ, ხო? ანუ ჩვენ ხო იმასაც მივეჩვიეთ უკვე, რომ ეს ადამიანები, რომლებიც რეალურად სოციუმის უმცირესობას წარმოადგენს, საკუთარ თავს უწოდებს ხალხს, საკუთარ თავს უწოდებს ქართველ ერს, მაგალითად შეუძლია ქართველი ერის სახელით ისაუბროს. მოდით ცოტა პროვოკაციულ შეკითხვას დავსვო, აი ვიყურებს ადამიანი და მან იცის რა არის ვინ არის ლიბერალი. აი ამ დისკურსში რატომ შემოდის ვოუკიზმი ეკითხავს, იმიტომ რომ აი ლიბერალიც განსხვავებულ აზრს, ესე იგი ახშობს. აი რა სიახლეა ვოუკიზმი, რატომ უნდა იყოს ეს ჩემ სადისკურსო სივრცეში ვოუკიზმის საკითხი? კი შეიძლება ეგ დასავლურ შეერთებულ შტატების სადისკურსო სივრცეში უნდა იყოს, მაგრამ ჩემში რატომ უნდა იყოს, როდესაც აგერ კონკრეტული პოლიტიკური ძალებია ამ ყველაფრის უკან, სახელიც აქვს ამ პოლიტიკურ ძალებს, კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები და კონკრეტული დონორები არის. არც ერთი საკუთარ თავს, როგორც ვიცი, არ უწოდებს ვოუკიზმის მიმდევრად. არა, რა თქმა უნდა. არა, თქმა უნდა და მეტიც, ანუ თუ დღევანდელ რეალობას შევხედავთ, დიდი განსხვავება თქო გამიჭირდება. ანუ თანამედროვე ლიბერალიზმსა და ვოუკიზმს შორის რამე განსაკუთრებული განსხვავება თქო გამიჭირდება ამის თქმა. ანუ კლასიკურ ლიბერალიზმთან შესაძლოა ვისაუბროთ იმაზე და ვიდეოთ იმაზე, რომ არის თუ არა ვოუკიზმი. მეტიც, ანუ არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირიქით ამტკიცებენ, რომ ვოუკიზმსა და კლასიკურ ლიბერალიზმს შორის თქვია მაგას, ასე ვთქვათ, ისტორიული ჯაჭვი არ არსებობს, ანუ არ გამომდინარეობს ვოუკიზმი კლასიკური ლიბერალიზმისგან, ასეთი მტკიცებაც არსებობს. ალბათ გირჩის ნარატივია. არა მხოლოდ გირჩის, მაგალითად, თუნდაც ავიღოთ იგივე ტრამპის მომხრეები, ისინიც არ მიიჩნევენ, რომ კლასიკური ლიბერალიზმისგან, რომელიც ადამიანის თავისუფლებას და ვთქვათ, ასე ვთქვათ, კერძო საკუთრებას და ასეთ ნარატივებს საფუძნებს, იქიდან ვოუკიზმი არ გამომდინარეობს და პირიქით ვოუკიზმის ვთქვათ, წარმომავლობას უკავშირებენ, ვთქვათ, იგივე აი ხშირად გაიგონებთ ხოლმე მათგან, ვთქვათ, ტრამპის მომხრეებისგან მარქსიზმის და სოციალიზმის კრიტიკას ვოუკიზმთან დაკავშირებით, ხო? ანუ რეალურად მე მგონია, რომ კლასიკური იდეოლოგიების მატარებლებს თანამედროვე ვოუკიზმთან ძალიან ბევრი სხვაობა აქვთ, ესე ვთქვათ. ანუ განსხვავდებიან, თუმცა ცოტა ვოუკიზმი შეიძლება ვოუკიზმის წინაპირობები ალბათ შეიძლება ძალიან ბევრ, ესე ვთქვათ, კლასიკურ იდეოლოგიაში ვიპოვოთ რაღაცა თვალსაზრისით. ხო, აი მაგალითად შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ თქვათ ვოუკიზმის თანამედროვე წარმომადგენლები საუბრობენ მაგალითად განსხვავებულ გენდერული იდენტობის მატარებლების თანასწორობაზე, თქვათ სხვა ესე ვთქვათ სექსუალური იდენტობის მატარებელ ადამიანებთან, ვინმე შეიძლება თქვას, რომ რადგან თანასწორობაზე საუბრობენ, ესე იგი რაღაცა სოციალიზმის ელემენტი არის ამაში. მაგრამ როდესაც ამას დროულად ვოუკისტები საუბრობენ, ვოუკიზმის წარმომადგენლები საუბრობენ ამ ადამიანის ერთი კონკრეტული ინდივიდის თავისუფლებაზე და მის აბსოლუტურ, ასე ვთქვათ,
განთავისუფლებას ნებისმიერი შებოჭილობისგან, ჩვენ ასევე დიდი წარმატებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიბერალურ კლასიკურ ლიბერალიზმთან აქვს მას საფუძველი, მაგრამ თანამედროვე ლიბერალიზმი, რომელიც პრინციპში დაცლილია, ასე ვთქვათ, ყველა სხვა მოდი როგორ ვთქვათ, იცი რომ რაღაცა თვალსაზრისით კლასიკურ ლიბერალიზმსაც კი ეწინააღმდეგება გარკვეული ნორმებით, ხო? უფრო მეტი საერთოა აი ამ რაღაცა დღეს ასე აქტუალურ და ასე ვთქვათ აგრესიულად დანერგვად ესე ვთქვათ გენდერულ პოლიტიკებთან ვიდრე მაგალითად რამე მართლა ადამიანის თავისუფლებასთან და ან კერძო საკუთრების იდეასთან და ასე შემდეგ, ხო? ეხლა როდესაც შენაკრიტიკებდი ვოუკინს, აქ ასევე გულისხმობდი ლიბერალებსაც. თანამედროვე ლიბერალებს კი, იმიტომ რომ ერთ-ერთ პოსტში თითქმის ტოტალობის ნიშანი მაქვს ასმული ამ ორ მოვლენას შორის, იმიტომ რომ მე მართლა ვეღარ პოულობ იმ განსხვავებას, რომელიც შეიძლება იყოს თანამედროვე ლიბერალიზმსა და ვოუკიზმის შორის. რა, იმიტომ რომ მაინც ვოუკიზმი დღეს ყოველ შემთხვევაში საუბრობს აი ამ თითქოს განსხვავებულთა, ასე ვთქვათ, არა უფლებებზე, არამედ უპირატესობაზეც კი სხვა დანარჩენთან მიმართებაში, ხო? პრივილეგირებულ მდგომარეობაზე სხვა დანარჩენთან მიმართებაში და მეტიც, აი მაგალითად ეხლა ხანს დამავიწყდა მისი გვარი, ძალიან საინტერესო ის არის, რა ქვია მაგას, ბლოგერი ამერიკელი, ავტორი ესეთი დოკუმენტური ფილმისა, ვინ არის ქალი. გეცოდინება და შემდეგი შემდეგი ფილმი გადაიღო ეხლა ხანს ვარ თუ არა მე რასისტი. და ანუ დღეს უკვე რასიზმად ითვლება არა ის, რომ შენ რასისტული ქცევა გაქვს, მაგალითად, აი ვოუკიზმის საფუძველზე, ხო? არა ის, რომ რასისტული ქცევა გაქვს და რასის მიხედვით ადამიანებს ანსხვავებ. არამედ ის, რომ შენ თეთრს წარმოადგენ, ეს უკვე რასიზმია. ანუ შენი ბუნებრივი მდგომარეობა განისაზღვრა რა იმით, რომ შენ ხარ თეთრკანიანი და მით უმეტეს თუ მამაკაცი ხარ და მით უმეტეს თუ ჰეტეროსექსუალი ხარ, უკვე ითვლება დანაშაულად. ამ ყველაფრის მიმართ, ანუ ეს კულტურა შენ უკვე გაცხადებს, ესე ვთქვათ, დანაშაულის ჩადენის გარეშე დამნაშავედ. მოდი, უგასაგებია ეს დაკავშირებულია პოს ადამიანთან, ადამიანის გარკვეულწილად სექსუალურ იდენტობებთან, მაგრამ ეხლა ესეთი შეკითხვა. აი ეს დადგა საქართველოში გარკვეული პოლიტიკური კრიზისია. უკვე რამოდენიმე ხანია აქციები ტარდება, არის გამოსვლები. შენ ამ აქციების დროს, სწორედ ამ აქციების დროს დაწერე ეს წერილები და აშკარად დაინახე ამ მოძრაობაში რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აქვს ვოუკიზმს. მაგრამ აი ესეთი კრიტიკული ისე რო იყო შეკითხვა. ესე 10 წლის წინაც ვოუკიზმი იყო? ხო იგივე ტენდენციები იყო 10 წლის წინაც, ხო? რეალურად. აი ხა რო ავიღოთ, რა ვიცი, 15 წელი, ხო? 15 წელსაც ხო დაახლოებით იგივე ტენდენციები იყო, ხო? რატომ გაჩნდა ეს დღეს მაინც და მაინც ვოუკიზმი? მე მგონია რომ ჩვენ ნელ-ნელა ვიწყებთ რაღაცების გააზრებას. ჩვენი სოციუმი, ანუ ჩვენ გარკვეული თვალსაზრისით მაინც რადგან მოშორებული ვართ, ესე ვთქვათ, მეტროპოლიას იქ სადღაც რაღაცები რაც ხდება ცენტრში, რაც გადაწყვეტილებები მიიღება. გვიან მოდის ჩვენთან როგორც პერიფერიაში, ხო? ანუ ჩვენ გვიან ვაცნობიერებთ უпроსწორად, თორე თანამედროვე ახლა ტექნოლოგიების გამოყენებით და აი ამ რა ქვია სოციალურ მედიის საშუალებით, რა თქმა უნდა, ბევრი რამე უკვე დიდი ხანია ცნობილია, ბევრი ადამიანი საკმაოდ დიდი ხანია ამ თემებზე საუბრობს, ხო? და ამ პროცესს უპირისპირდება, ხო? სწორედ მთელი ეს ამბავი, მაგალითად ცუკერბერგის ბოლო ინტერვიუ ჯო როგანთან მაგითი იყო საინტერესო, რომ თურმე ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მთელი სისტემა გარკვეული თვალსაზრისით ბლოკავდით იმ ადამიანებს საჯარო სივრცეში და არა მხოლოდ მეინსტრიმ მედიაში და ტრადიციულ მედია საშუალებებში, არამედ აი ამ თქვათ სოციალურ ქსელებშიც კი შექმნილი იყო მთელი ცენზორთა რიგები, ესე ვთქვათ, ჯგუფები, რომლებიც ამ ყველაფერს აკონტროლებდნენ და საზოგადოებამდე მიდიოდა რაღაცა
გაფილტრული ინფორმაცია იმისთვის, რომ განსხვავებული აზრი თითქოს არ არსებობს. თითქოს ეს ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი აზრი არსებობს. აი, სულ ახლახანს გამახსენდა ის, რა ქვია მაგას, ფრენსის ფუკუიამას ის წიგნი, რომელიც 92-ში გამოსცა, ხო? ისტორიის დასასრული და ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ ფუკუიამას ეს წიგნი თითქოს ფუკუიამას ეს იდეა ისტორიის დასრულების შესახებ თითქოს იყო მცდარი და არა და პირიქით ასე შემდეგ. თუმცა მე უფრო ვეჭვობ, რომ მცდარი კი არ იყო. ეს იყო ესე ვთქვათ აპოლოგია იმისა, რა უნდა მომხდარიყო. ანუ ის კი არ ჰქონდათ. ხო, ისი სურვილი ჰქონდათ. ანუ ის კი არ შეცდა იმაში, რომ ეს მოხდებოდა. და ანუ ეს მისი წინასწარმეტყველება განა არ ახდა. ეს იყო თქვა სცენარი იმისა, როგორ უნდა განვითარებულიყო სამყარო, როგორ უნდა განვითარებულიყო ეს პროცესი. ისმის, ანუ ის იდეალური მდგომარეობა, რომელშიც მარტო ლიბერალური ნარატივი იარსებებდა, როგორ უნდა განხორციელებულიყო და რატომ. ანუ რატომ იყო მისი განხორციელება მნიშვნელოვანი ამ იდეის მატარებლებისათვის, ხო? ანუ მას კი არ შეეშალა რაღაცა გათვლები და მან სასურველი სცენარი დადო იმისა, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი განვითარებულიყო და ამით საინტერესოა ეს წიგნი, სხვათა შორის მათ ვისაც არ წაუგითხავს, ურჩევ რომ წაიკითხონ დღეს ეს წიგნი, იმიტომ რომ კარგად შეაფასონ რის საფუძველზე განვითარდა შემდეგ ის პროცესი, ანუ რა ტიპის იდეურ საფუძველს დაეფუძნა შემდეგ მთელი ეს პროცესი, სადაც რომელმაც დღემდე მიგვიყვანა, ხო? ანუ დღეს ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ამ პროცესმა განიცადა კრახი, ამ მდგომარეობამ განიცადა კრახი, ამ ჰეგემონიამ, ამ იდეოლოგიისა განიცადა კრახი და ახლა ჩვენ ვუყურებთ იმას, რომ ჩვენ თხილად უნდა ვიყოთ სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ასე ვთქვათ იმპერიამ, რომელიც არის თავის ასე ვთქვათ ვიჩქაროთ თუნდაც და ვთქვათ, რომ დასასრულის პირობებში, ხო, ანუ ლიბერალური იმპერიის დასასრულის პირობებში, მას შეუძლია საკმაოდ ბევრი ზიანის მოტანა. ხო, ანუ ჩვენ ვხედავთ თუნდაც ახლა, ანუ განსაკუთრებული იმედების დამყარებას კი არ ვცდილობ ტრამპის მოსვლაზე მაგალითად, ხო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, როგორ ჩქარობს წარმავალი ადმინისტრაცია გარკვეული ნაბიჯები გადადგას არა მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში, არამედ გლობალურად, ხო? მათ შორის განსაკუთრებით უკრაინაში, ხო, როგორ ჩქარობს რაღაცა გვერდის ავლებით და ასე შემდეგ, დამატებითი რესურსების გამოყოფას, იარაღის მიცემას და ასე შემდეგ, რომ გაჭირდეს ტრამპის დაპირებული მშვიდობის დამყარება, ხო? ანუ ეს აი მაგალითად იგივე თქვა სანქციების, მოთხოვნების სანქციებთან მიმართებაში და ასე შემდეგ ჩვენს რეალობასთან მიმართებაში ეს ყველაფერი არის მთლიანად ის სისტემა, რომ გართულდეს ურთიერთობების მოწესრიგება, გართულდეს ასე ვთქვათ დარეგულირება იმ გაუარესებული პოზიციებისა, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს, ხო? ანუ თუ ტრამპი მართალია თავის განცხადებებში, შეუძლებელია, რომ ასე ვთქვათ გადატვირთის პროცესი არ დაიწყოს. თუ ის მართალია თავის განცხადებებში. ხო, თუ ის ვთქვათ ტყუის და ეს წინასაარჩევნო ხრიკი იყო ან რაღაცასე შემდეგ ეს სხვა მოცემულობა, ხო? თუ ის მართლაც არ არის დაპირისპირებული ეგრეთ წოდებულ deep state-თან და ასე შემდეგ, კი ბატონო, ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ თუ ამ ყველაფერში ის მართალია და მთელი მისი მომავალი ადმინისტრაციის შემადგენლობა თუ არ სტყუის, ესე ვთქვათ, ხო? და იმას მართლა გააკეთებენ, რასაც ამბობენ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა უნდა დაიწყოს 20 იანვრის შემდეგ. მე არ ვფრო 21 იანვარ ჩოს სხვა სამყაროში გავიღვიძებთ, ხო? მაგრამ აბსოლუტურად სხვა მოცემულობა უნდა გაჩნდეს, იმიტომ რომ რატომ გამოვიდა ახლა ცუკერბერგი და რატო ილაპარაკა იმაზე, რაზეც ილაპარაკა როგანთან, ხო? იმიტომ რომ ტრამპი უკვე გამხდარი პრეზიდენტია. უკვე გამხდარი პრეზიდენტია და გრძნობს იმას, რომ რაღაცეები შეიცვლება. მას ასევე ხა მოდი წინა მერკანტილურად სჭირდება საკუთარი პლატფორმის გადარჩენა, ხო? მან უნდა ახსნას საკუთარი მოსახლეობის წინაშე, რატო დაბლოკა ტრამპი. აი ახლა დღეს არჩეული პრეზიდენტი რატო დაბლოკა თავის დროზე, ხო? რატო ბლოკავდა გარკვეულ თემებს? რატო ზღუდავდა ადამიანების მათ შორის გამოხატვის თავისუფლება, რაც ბოლო დღეების განმავლობაში განაცხადა, რომ თურმე შეიძლება რომ Facebook-ზე რაღაცები დაწერო. ხო, რაღაცა სიტყვები გამოიყენო, რომელიც აქამდე აკრძალული იყო და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი რატო იყო დაბლოკილი? ამაზე პასუხი რომ არ მოეთხოვოს, სხვათა სავარაუდოდ
ამიტომ თქვა ეს დღეს წინსწრებით, ხო? ანუ ვიდრე პრეზიდენტი თავის ძალაუფლებაში შევა და დაიწყებს ამ მთელი ამ პროცესის მოძიებას და რაღაცა თქვა ნაბიჯების გადადგმას, მანამდე დაიწყო წინსწრებით ამაზე საუბარი. გადაადგილება ხორციელდება ესე ვთქვათ რა. ხო, ნუ სუსტები დამარცხებულიდან გადადის გამარჯვებულზე. ყოველ შემთხვევაში მთელი ის რიგი განცხადებების, რომელსაც ტრამპი დღეს აკეთებს, გვაფიქრებინებს ჩვენ, რომ გარკვეული წესრიგი ნამდვილად სრულდება, რომელიც ჩამოყალიბდა განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დასლის შემდეგ და ახალი წესრიგი დამყარდება. როგორ იქნება ეს ახალი წესრიგი ჩვენ არ ვიცით ჯერჯერობით, მაგრამ რაღაცა შეგვიძლია რაღაცებზე ვიმსჯელოთ, რაღაცა თქვათ სპეკულაციებში შევიდეთ ამ ახალ წესრიგთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რაღაცა სრულდება და ამ დასასრულს ასე ვთქვათ, ფრუსტრირებული ადამიანები იქნებიან სახიფათო და ეს უნდა გავითვალისწინოთ. აი დღეს რასაც ჩვენ ვაკვირდებოდით, მაგრამ მოსამართლეების შემთხვევა, ხო? გუშინ თუ გუშინ წინ როცა იყო რამდენიმე დღის წინ. ესე იგი, მოსამართლეების შემთხვევა ეს თუ სხვადასხვა ადამიანებთან მივარდნა, ჩხუბი, ცემა და პირისპირება, გამოწვევა, ხო? ანუ აგრესიისკენ გამოწვევა, რომ ხა ადამიანებთან მიდიხარ და რაღაცა ისეც ეუბნები, რის მე ზუსტად იცი, რომ ამას მოყვება მისი მხრიდან რეაგირება, ხო? ეს სტრატეგიაა პრინციპში რა. კი ბატონო, ოღონდ ეს სტრატეგია რისთვის არის, იმიტომ რომ ხვდები, რომ შენ ძალაუფლება გერთმევა. ხო, რატომ თან ესე ვახსენოთ, იმიტომ რომ მეგონი მასკმა განაცხადა, რომ ამერიკამ უნდა შეუმციროს დაფინანსება, ქვეყნის გარეთ არსებულ NGO-ებს. და ეს განცხადება შეიძლება მასკისა და ბერმა ისე სერიოზულად არ აღიქოს, მაგრამ რატომღაც ემთხვევა ხოლმე იმ რიტორიკას, რაც მე ტრამპს აქვს ხოლმე. და ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასკის განცხადებები აბსოლუტურად სერიოზულად უნდა აღვიქვათ და რატომ? იმიტომ რომ ის და ვივეკ რამასვამი ორივე ერთად ტრამპის მიერ განიხილება როგორც სახელმწიფო ხარჯების ეფექტურობის თქვათ დეპარტამენტის ხელმძღვანელებად, ხო? ანუ ეს რას გულისხმობს? ეს და პირველი რაც მათ დაიწყეს მართლა საუბარი, ეს არის ის თუ როგორ იხარჯება სახელმწიფო ხარჯი, რა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, თქვა ამერიკის სახელმწიფოს მიერ და ხომ არ მიდის ეს თქვა დაფინანსებები სწორედ მათ შორის აი ამ ვოუკ ნარატივების გაძლიერების თვის ქვეყნის გარეთ, ხო, სადღაც სხვადასხვა ორგანიზაციების, სხვადასხვა ფონდების მიერ ხო არ ფინანსდებიან სწორედ ამგვარი იდეოლოგიის მატარებელი ორგანიზაციები თუ ინდივიდები და ასე შემდეგ, ხო? და მათ შორის ესე იგი წამმნიშვნელოვანია ისიც რომ გავიაზროთ რომ ჩვენთან აი იგივე რომ დაუბრუნდეთ ცუკერბერგის განცხადებას რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს საქართველოში რომელიც მეტადან ანუ ცუკერბერგის ორგანიზაციიდან ფინანსდება Facebook-ში ეგრეთ წოდებული fact-checking-ისთვის ხო ანუ მინიმუმ ესე ჩაიხსნებიან მალე ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში იმიტომ რომ განცხადება იმის შესახებ, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი ფაქტ-ჩეკერები არა ვთქვათ ვიღაც ცენზორები თუ რაღაცა, აი ეგრეთ წოდებული ფაქტ-ჩეკერები, ვინც ვითომ რაღაც ფაქტებს ადგენდნენ, ხშირ შემთხვევაში როგორც ცუკერბერგმა განაცხადა, ხელმძღვანელობდნენ იდეოლოგიური ნარატივებით. იდეოლოგიური მიზანშეწონილობით, ანუ იმაზე კი არ იყო საუბარი, რომ მე ვიტყუები, რომ ეს ჭიქა არ არსებობს. არამედ მე ამ ჭიქაზე რომ საუბრობ, ეს საუბარი არ მოსწონს ამის შემოწმებელს. როგორ ვსაუბრობ მე ჭიქის შესახებ, ეს არ მოწონს. და არა ის რომ მე ვიტყუები, რომ ჭიქა არსებობს თუ არ არსებობს. ამას კი არ მიმოწმებს, ანუ აი ესე ვთქვათ, შრალ ფაქტს კი არ მიმოწმებს, ჩემს დამოკიდებულებას შრალ ფაქტთან მიმართებაში ამოწმებს, ჩემს პოზიციას, ჩემს განწყობას ამოწმებს და ეს განწყობა თუ მის განწყობას ეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში ბლოკავს და არ მაძლევს საშუალებას გამოვთქვა ჩემი პოზიცია არსებულ ფაქტთან მიმართებაში. ეს არის აი სწორედ ამ ფაქტ-ჩეკერების ესე ვთქვათ საქმიანობა ამ შემთხვევაში. დავწერე, თურმე არ ყოფილა ეს ეგრეთ წოდებული ლიბერალური ფაშიზმი კონსპირაცია. თურმე თავარი ეგ არის. ხო, ანუ აღიარებითი ჩვენებებით ვიცით, რომ რას უწოდებდით ლიბერალურ ფაშიზმს, უწოდებდით, რომ აზრის კი არა, ზოგადად განსხვავებული იდეის წარმოდგენის გამოხატვას უკვე ვეხერხდებოდა სოციალურ სივრცეში, მაგას უწოდებთ ეხლა. არა უბრალოდ აზრის, არამედ კითხვის დასვის საშუალება არის. აი მაგალითად ჩვენთან ხო უამრავი რამ, მაგალითად ევროსკეპტიციზმი არის აკრძალული, ხო? არ შეიძლება ევროსკეპტიკურად განწყობილი იყო. მეცაც გეტყვი, ანუ ევროსკეპტიკურად განწყობილი კი არა.
სულ რომ გინდოდეს ევროკავშირში ინტეგრაცია, მაგრამ კითხვა დასვა იმასთან, რამდენად ეს შესაძლებელია? ეგაც არ შეიძლება. ეგეც არ შეიძლება. ხო, არა, მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, მაგალითად ძალიან ისეთი კითხვა დავშვი, რომ აი ამ ვაჭრობის პერიოდში რა სარგებელი აქვს საქართველოს? აი ძალიან მარტივი, ხო? და ხო შეიძლება რომ თუ ეს არის ყველაზე ისეთი ბაზარი, სადაც რომელიც კონტროლდება და პროტექციონისტული ბაზარია, ხო, ყველაზე ეგეთი პროტექციონისტული ბაზარი, როგორც ევროკავშირის ბაზარია, სხვა ბაზარი უბრალოდ არ არის ესეთი. კი ბატონო. არც ერთი სხვა ბაზარი. როგორც ღარიბ სახელმწიფოს მოგცენ გარკვეული კოტირება, მოგცენ გარკვეული რაღაცა შეღავათები, იმ ტექნოლოგიურად ჩამორჩებით, ეკონომიკურად ჩამორჩებით და იმისთვის რომ დავეწიოთ ევროკავშირს, ჭირდება ეგ ისინი რაღაცა მექანიზმები. იმიტომ ჩვენ და ესე შემოვა როგორც არის ევროკავშირი, ჩვენი ეკონომიკა და ჩვენი წარმოება ვერ გაუძლებს ამას. ელემენტარული ღვინის წარმოება ვერ გაუძლებს ამას. ვერ გაუძლებს კონკურენციას. კი ბატონო, მე დიდი ხნის წინ მქონდა ერთი შეხვედრა რაღაც ევროპული ორგანიზაციიდან იყვნენ თუ არ ვცდები, რაღაცა ისეთი, მოკლედ საუბარი იყო იმაზე, რომ ფულის დახარჯვას აპირებდნენ ესე ვთქვათ, რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. რომ რაღაცა ფულს ჩავდებთ ამ საქმეში და უნდა ვამუშაოთ რაღაც ორგანიზაციები, რომლებიც ამ პროპაგანდას დაუპირისპირდებიან. უცბად გაჩნდნენ მახსოვს, ძალიან ბევრი გაჩნდა კი ბატონო და კლევებს ატარებდა ხალხი და რაღაც ერთი ამბავი იყო. მაგრამ თავარი ამბავი რა იყო? მე ვთქვი რომ მეთქი უყურეთ როგორი რაღაცა სადღაც გორში ცხოვრობს ადამიანი, რომელსაც მოყავს ვაშლი და იცის რომ ამ ვაშლს რომ მოიყვანს, დილით დატვირთავს მანქანას, გადავა ვლადიკავკაზში და საღამოს ფულით სახში დაბრუნდება. და მან იცის ფული სად უნდა იშოვოს, საიდან მოდის მისი კეთილდღეობა, ეგრეთ, ანუ მარტივი რაღაცა. ხო, მარტივი რამე იცის. იმისთვის რომ თქვენ თქვათ პირობითად დაამარცხოთ, თუ გინდათ რომ დაამარცხოთ, ესე ვთქვათ, რუსეთის რაღაცა გავლენა, ну დავარქვათ თუნდაც ამას ეგრეთ წოდებული რბილი ძალა, ხო? ან მიმზიდველობა ამ კონკრეტული ადამიანისთვის, რომელიც რუსეთში დადის, იმიტომ რომ თქვათ იქ ფული იშოვოს და უკან დაბრუნდეს და საკუთარ ოჯახს მოახმაროს ეს ფული, ხო? ეს თუ გინდათ დაამარცხოთ ეს განწყობები, რომ ფული იქიდან კი არ მოდის, სადღაც სხვა წყარო არსებობს ამისი. უბრალოდ ჩამოიარეთ და ეს ვაშლი თუ არ ვარ შავ ზღვაში გადაყარეთ. უბრალოდ იმან იცოდეს, რომ თქვენგან მოდის ეს ფული. თუ ამის გაკეთება მართლა გინდათ. მაგრამ ჩვენ ხო ხედავთ, რომ არაფერი მსგავსი არ მომხდარა ამ წლების განმავლობაში, ხო? და პირიქით, ანუ ჩვენ ხედავთ, რომ ევროპული ბაზარი მაქსიმალურად ცდილობს არა თუ ჩვენგან, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან დაიცვას ხოლმე ტრადიციული, ასე ვთქვათ, ევროპული ბაზარი, ანუ ახალი წევრებისგან დაიცვას მეტიც რეალურად აი ევროპული ბაზარი. რა ვიღოთ ახალი ევროპას ეძახიან, ხო, ეს აღმოსავლეთ ევროპულს. ახალი ევროპული სახელმწიფოები, მოსახლეობა ძირითადად იაფე მუშახელი ხდება იმ ძირითად ბაზარზე. ანუ ჩვენც განვიხილებით იაფ მუშახელად საბოლოო ჯამში. იცი რა, მე მგონი მაგათაც კი არ განვიხილებთ. ანუ მთელი ჩვენი უბედურება მაგაში მდგომარეობს, რომ მაგათაც არ განვიხილებთ, იმიტომ რომ მაგალითად პოლონეთი თავის დროზე განიხილებოდა ნამდვილად ასე. ხშირად პოლონეთს ეძახიან ხოლმე ევროპის ჩინეთსაც, იმიტომ რომ უამრავმა ქვეყანამ, განსაკუთრებით გერმანიამ, საკუთარი წარმოება პოლონეთში გადაიტანა საბოლოოდ, იმიტომ რომ იაფიანი მუშახელი იყო შედარებით ვიდრე გერმანიაში თვითონ, ხო? და რაღაც პერიოდში, როდესაც პოლონელები გავიდნენ ქვეყნიდან, შემდეგ გარკვეული უკან დაბრუნების ტენდენციებიც შეიმჩნევა პოლონეთში, იმიტომ რომ რაღაცი გაჩნდა სამუშაო ადგილები და ასე შემდეგ. მაგრამ პოლონეთი რამდენიმე ათეული მილიონი მოსახლეობა, ხო? და შესაბამისად ასევე საკმაოდ დიდი სამუშაო ძალაა. ჩვენ თუ შევხედოთ ჩვენს მდგომარეობას, ჩვენ ვართ ერთი რომ მოშორებით ვართ ვიდრე პოლონეთი, გერმანიიდან აქ წარმოების გადმოტანა და შემდეგ აქედან ამ თქვათ გარკვეული პროდუქტის ტარება ბევრად უფრო ძვირია მაგალითად ვიდრე პოლონეთიდან იქნებოდა ან ნებისმიერი გერმანიის მოსაზღვრე ევროპული ქვეყნიდან. ეს ერთი და მეორე ჩვენ ვართ 3.700.000 ადამიანი, რომელთაგან სამუშაო ძალად საქსტატის მონაცემებით არის 1.5 მილიონი. ანუ ჩვენ სამუშაო რესურსის შეთავაზებაც ასე მარტივად არ შეგვიძლია.
დაინტერესებული ქვეყნებისთვის. ისმის, ანუ ჩვენ შავი მუშები. ხო, ანუ რაღაც გარკვეული სერვისების ნაწილში შეგვიძლია საკუთარი თავი შევთავაზოთ, ხო? მოვლენები, რაღაც ეს შავი მუშები. არა მხოლოდ შეიძლება თქვა რესტორანში, სასტუმროში, ასე შემდეგ. ანუ გარკვეული მომსახურების სფეროს ის რომ იქ მასობრივად წავიდეს ადამიანები და მაღალკვალიფიცირებულ ეკონომიკაში იმუშაონ და უკან დაბრუნდნენ, ესეთი რაღაცა არ ხდება ჩვენ რეალურად. არა, არ ხდება, არ მომხდარა ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არც ერთ ევროპულ ქვეყანაში და არც ამერიკაში მათ შორის არ წასულა არავინ საქართველოსდან და მაღალ ტექნოლოგიურ სფეროში არავინ როცა ვამბობ არ გულისხმობ უკვალურად არავის. არამედ რაოდენობა, ანუ ხო, თუნდაც 1%. ხო, რაღაცა რაოდენობა რო იყოს, რომელიც შემდეგ შენთან მართლა ასე გამოგადგება. ანუ რეალურად მეტიც იმ კომპეტენციების უკან დაბრუნება ჩვენ ძალიან გვიჭირს, იმიტომ რომ რა კომპეტენციასაც იქ თქვათ ავითარებს ადამიანი, გარკვეული თვალსაზრისით ის შეიძლება შენ გამოგადგეს, მაგრამ ამდენის გადამხდელი შენ არ ახარ. ანუ შენი ეკონომიკა ამდენს ვერ გადაუხდის, მაგალითად, არ ვიცი. ბუნებრივია, მაგრამ ნახე პოლონელებისგან განსხვავებით, პოლონელები მაინც ცხოვრობენ მეტნაკლებად მსგავს კულტურულ ისტორიულ გარემოში. შენ ძალიან ჭრელ ისტორიულ გარემოში ცხოვრობ. აი რა თქმა უნდა, დღეს აზერბაიჯანის ეს თავარია რომ შორს ხარ. ხო, შორსაც ჭრელ და რთულ ისტორიულ გარემოში შეიძლება ალბანელები ცხოვრობენ, მაგრამ ახლოს არიან მაინც. და შესაძლოა მათი ინტეგრირება ევროპულ გარემოში ბევრად ადვილი იყოს ვიდრე ჩვენი. მე არ ვამბობ ამას ჩვენი ფსიქოტიპიდან გამომდინარე. მე ვამბობ პირდაპირ გეოგრაფიიდან და ეკონომიკური სარგებლიდან გამომდინარე. ანუ ჩვენ ხო წარმოდგენა ასეთი გვაქვს ევროპაზე, რომ ევროპა არის კეთილი და რატომღაც ჩვენ რადგან მოვინდომეთ მათთან გაერთიანება, ამიტომ მიგვიღებენ. და მარტო ეს ფაქტორი ხომ არ არის, არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი, რაც მაგალითად პოლონელებს ნაკლებად ემუქრებათ. საქართველოში დემოგრაფია არ არის მარტო ეკონომიკური საკითხი. საქართველოში დემოგრაფია არის უსაფრთხოების საკითხი. მე არ ვამბობ სამხედრო თვალსაზრისით უსაფრთხოებას. მე ვამბობ ის, რომ ამ ეს ტერიტორიები სამუშაო ძალა პოლიტიკურად ჩვენ ვყავს საკმაოდ, მოდი ესე ვთქვათ, ექსპანსიური მეზობლები, რომლებიც მეზობელ ქვეყნებში ახორციელებენ აქტიურ პოლიტიკას. თურქეთი ავიღოთ ერთი მხრივ, რუსეთი ავიღოთ მეორე მხრივ. ეხლა აზერბაიჯანმაც წამოყო თავი რაღაც პრეტენზიები გავიშთა და ალიევმა განაცხადა, რომ სომხეთის ფაშისტური სახელმწიფოა და ამ დროს ეხლა მე იმას არ ვამბობ, რომ მათ სამხედრო კონკურენცია უნდა გავუწიო, მაგრამ ადგილზე კულტურული რაღაცა დომინაცია ქართული უნდა იყოს საქართველოში, რომ რაღაცა შენი უსაფრთხოება უნდა გქონდეს. ის ფუფუნება, რაც მოლდოველებს აქვთ, რომ მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი გასულია მამაკაცები ძირითადად რუსეთში, ხოლო ქალები ძირითადად ევროპაში და ბავშვები და მოხუცების ქვეყანად გარდაიქმნა, ხო, მოლდოვა, ხო? ესეთი ფუფუნება უბრალოდ არ აგაქვს შენ. შენ უსაფრთხოება ამას ვერ გაუძლებს უბრალოდ, ხო? კი ბატონო. და სწორედ აი მან არის სერიოზული პრობლემა ვოუკიზმის, რა. ანუ რატო არის ეს პრობლემა? ანუ როდესაც შენ აღარ გაქვს იდენტობა, როდესაც შენ თავს აღარ აიგივებ ქართველთან, მაგალითად, ხო? და გაქვს რაღაცა სურვილი. მიუხედავად იმისა, ბოლო დღეების განმავლობაში როგორ იქცევიან ისინი, ხო? ანუ რაღაც დაიწყეს რაღაცა ატრიბუტიკის ეროვნული ატრიბუტიკის გამოყენება უცხრეს ვიღაცა, ხო, ცალკეულ შემთხვევებში, ხო, იმიტომ რომ რაღაც თითქოს ცდილობენ დაუპირისპირდნენ იმ ნარატივს, რომ მათი ქცევა არ არის ქართული, ისმის, მაგრამ რეალურად თუ შევხედავთ ამას ყველაფერს და ისე ვთქვათ, გავიაზრებთ იმას, თუ საიდან მოდიან, ანუ რა ნარატივებით დაიწყეს მათ დამკვიდრება, ხო, და ერთ-ერთი მართლაც და ერთ-ერთი მათი მთავარი ობიექტი დაპირისპირების თუ ასე ვთქვათ დაკენსელების, რა, ესეთი გაუქმების რო ეკლესიაა მაგალითად, ხო, ანუ მთელი ამ წლების განმავლობაში ხო ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ეკლესიის ავტორიტეტის შებრალვას, ხო? მე არ ვამბობ იმას, რომ ეკლესიაში პრობლემები არ არის და მოდი ბევრი ამაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მთლიანობაში ეს დაპირისპირება ეკლესიასთან არის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ამ ყველაფრისა არის სწორედ ის, რომ ამის გარშემო იდენტიფიცირდება, ამის გარშემო რაღაცნაირად ერთიანდება საკმაოდ დიდი ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც სწორედაც რომ აი ამ იდენტობის პოლიტიკებს და ასე შემდეგ ყველაზე მეტად არ ეგუება, ყველაზე მეტად უპირისპირდება, ხო? ანუ ყველაფერს თავი რომ დაანებო, აი იმ ქცევას ცოდვას უწოდებს. ანუ სხვაგან, ანუ მაგალითად ქართველისთვის მიუღებელია თუ ეს შეგიძლია რომ თქვა. იქ უბრალოდ მიუღებელი კი არ არის, იქ უბრალოდ ღმერთთან მისასვლელ გზას გიკეტავს. კი. ხო, ანუ ეს იმდენად მიუღებელი ფენომენია ეკლესია ამ
ესე ვთქვათ, woke კულტურისთვის, რომ ამაზე მეტი არ არსებობს. ანუ თუ ქართველის გარდაქმნა კიდე რაღაცნაირად შეიძლება, იმიტომ რომ ისინი ხო რაღაცა აქ დაიბადნენ ქართველები, ქართული გვარი აქვს, რაღაც ქართულად ლაპარაკობენ ასე შემდეგ. ხო ეს ყველაფერი ამ ადამიანებსაც, ხო woke კულტურის წარმომადგენლებს, თუ ამ ქართველის კიდე გარდაქმნა შეიძლება და შეიძლება რომ ან თქვას, რომ ეს ნორმალურია რაღაც. აი ეკლესიაში ეს შეუძლებელი, ანუ შეუძლებელი იყო ეკლესიის წევრი და თან ამბობდნენ რომ ეს მოსულა. აი მე მესაც დავამატებ. ისი თქვა მინდოდა, იცი ნახე, რატო არის ეს სახიფათო ამ ყველაფრისთვის, იმიტომ რომ შენ მართალი ხარ, სწორია ის, რომ ჩვენ საკმაოდ რთულ გარემოში ცხოვრობთ. რთულ გარემოში ცხოვრობთ. ჩვენ ყავს სუმცირე ორი მეზობელი, რომელმაც ესე ვთქვათ ამ ბოლო 10 წლეული არა, შეიძლება 15 წელია უკვე პრინციპში ორი მეზობელი ქვეყნის ტერიტორია უბრალოდ წაიღეს და ესე ვთქვათ თვალსაწინ მომავალში არც კი ჩანს დრო როდის შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს და ვთქვათ ამ ქვეყნებს ეს ტერიტორიები დაუბრუნდეთ. ამ შემთხვევაში გულისხმობ თურქეთის მიერ სირიის ტერიტორიის მითვისებას და რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის მითვისებას, ხო? ანუ ვერც კი წარმოიდგენ იმ მომავალს, რომელშიც ესე ვთქვათ ისინი ამ ტერიტორიებს დათმობენ, ხო? და აურმა ქვეყანამ იქიდან გამომდინარე რომ მათ ვთქვათ ერთ შემთხვევაში სირიაში კონტროლი მოირღვა, სახელმწიფო კონტროლი მოირღვა, სახელმწიფომ დათმო რაღაცა გარკვეული მოცემულობა, კონტროლი გარკვეულ ტერიტორიებზე, აქედან გამომდინარე ისარგებლა მისმა მეზობელმა დიდმა სახელმწიფომ და წაიღო გარკვეული ტერიტორია, რომელზეც მას ინტერესი ჰქონდა და მეორე შემთხვევაში, როგორც კი იმ ქვეყანამ, უკრაინამ ამ შემთხვევაში, სხვისი ინტერესების გატარება დაიწყო და საკუთარი ინტერესები უკან ჩააჩოჩა, მეორე პლანზე გადაიტანა თუ მესამე პლანზე გადაიტანა, მანაც საბოლოო ჯამში შედეგად მიიღო ის, რომ ამ სხვისი ინტერესების გატარებისთვის მან დაკარგა ტერიტორია. ამ რეალობაში ჩვენ თუ არ შევინარჩუნეთ ერთის მხრივ ადამიანთა ერთობა, რომელიც მზად არის ამ ქვეყნისთვის, ასე ვთქვათ, მტკიცედ იდგეს და მეორეს მხრივ სახელმწიფოებრიობა, ანუ თუ ჩვენმა მეზობლებმა არ აღვიქვეს ჩვენ როგორც სახელმწიფო, ჩვენ განხილული ვიქნებით მათი მხრიდან როგორც ტერიტორია, რომელიც შეიძლება გაინაწილო. აი ეროვნულ იდენტობაზე, ეროვნულ ინტერესებზე ერთ დავამატებ. აი როდესაც საუბარი ეგ თითქოს რაღაც ნაციონალისტურ ჟღერს, მაგრამ ჩვენთვის არის ძალიან ისეთი მკვეთრი წარმოდგენა რას ნიშნავს ეროვნული იდენტობის გაძლიერება. ეს ლიბერალური ნარატივი რომ მას ესე იგი ასუსტებს ეს ჩვენთვის ნათელია. აი კონკრეტულ იმაზე ვამბობ რას ნიშნავს რა. ეს ნიშნავს იმას რომ შენ იწყებ არა ეკონომიკურად აზროვნებას, არამედ იმ ლოიალობის დონე იმხელად იმაზე მეტია, რომ შენ იმის მიუხედავად რომ გქონდეს ის ვარიანტი, რომ იმიგრაციაში წახვიდე და უფრო მეტი გააკეთო, შენ მაინც რჩები ამ ლოიალობის გამო. ესაა ჩვენთვის ეროვნული იდენტობისთვის ყველაზე და ეროვნული შეგნების ყველაზე მაღალი მწვერვალი. თუ სადმე უნდა იყოს განათლების სისტემა, რამეზე უნდა იყოს განათლების სისტემა ორიენტირებული, სწორედ ისეთ ადამიანზე, რომელიც არა ეკონომიკურად, არამედ ისტორიულად აი საქართველოსადმი ლოიალობით არის განჭვრეტილი და არ მიდის, თუ მიდის, იმ იდეით მიდის, რომ ის აუცილებლად უნდა დაბრუნდეს უკან. იქ იშოვოს რაღაცა და დაბრუნდეს უკან. რომ ისი შვილები კი არ ასიმილირდნენ იმ კულტურაში, რა კულტურაშიც ის ჩავა. არამედ დააბრუნოს ეს იყოს მისი იდეა. და არც ერთი მე ამ შემთხვევაში რომელმა ინსტიტუტებმა უნდა განსაზღვროს, ხო, განათლების სისტემა ერთი, რაღაცა კულტურა მეორე, ხო, კულტურის პოლიტიკა ესე ვთქვა. არც ერთი ეს ელემენტი ამას არ აძლიერებს ამ ელემენტს. და გეუბნება რომ აი ხო უკეთესი ცხოვრებაა. კი, მე მჯერა რომ საქართველოს პატარა ქვეყანაა და იმპერიებთან შედარებით ყოველთვის ცხოვრების დონე უფრო დაბლა იქნება, უფრო ნაკლები იქნება, ვიდრე იმპერიის ცენტრში. ყოველთვის ეგრე იქნება. მე არ მჯერა რომ საქართველოში ისეთივე ცხოვრების დონე იქნება, მაგათ როგორც, რა ვიცი, დღევანდელ შემთხვევაში შეერთებულ შტატებში. არ მჯერა ამის. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ლოიალობის გარკვეულ დონით შენ შეგიძლია მიაღწევ ის, რომ მოსახლეობას ურჩევნია აქ ყოფნა, ნაკლებ შემოსავლის მიუხედავად, მაგრამ არის რაღაცა დიდი ლოიალობის განცდა საზოგადოებაში და ესეთი საზოგადოება მგონია ჯანსაღი საზოგადოება. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ისტორიულ პირობებში და რეალობაში აღმოცენდა ის ქვეყნები, ხო, ახლა ვიტყვი, სკანდინავიის ქვეყნები, მას ცხოვრების დონით ისინი მაინც უფრო მაღლები არიან, ვიდრე ასე ვთქვათ, იმპერიული ცენტრი ამერიკის შეერთებული შტატები.
მაგრამ ეს აბსოლუტურად სხვა ისტორიულ რეალობაში შეიძლება მომხდარიყო. მე დღეს მართლაც გეთანხმები იმაში, რომ ვეჭვობ იმას, რომ რომელიმე პატარა ქვეყანამ, ისეთი როგორც საქართველოა, იმპერიის ცენტრზე უკეთესად იცხოვროს, ხო? მაგრამ იმის პოტენციალი გვაქვს, რომ 10 წლის შემდეგ უკეთესად ვიყოთ, ხო? აი შედეგი იყოს. ეს სხვა საკითხია. შეგვიძლია. და აქაც კიდე ერთხელ უნდა ვთქვათ, რა, ანუ ის ადამიანები, რომლებიც თავის თავს არაკავშირებენ ამ ქვეყანასთან, რეალურად, ანუ მათთვის ეს ქვეყანა რა არის, ხა, აი ვოუკიზმის, ესე ვთქვათ, ადეპტებისთვის ეს ქვეყანა რა არის. ეს არის კიდევ ერთი დამატებითი გეოგრაფია, სადაც ეს იდეა უნდა არსებობდეს. რისთვის იბრძვიან, ხო, რომ იმისთვის კი არა რომ საქართველოს, ხო, იმისთვის კი არა რომ საქართველოს იყოს ძლიერი განვითარებული ეკონომიკურათაც და ვთქვათ იდენტობითაც და ყველაფრით ასე შემდეგ, ხო, რასაც ჩვენ შეიძლება განვითარება ვუწოდეთ და ვთქვათ სიძლიერე რაშიც შეიძლება ჩვენ დავინახოთ ამ ქვეყნის. არა, უბრალოდ ესეც იყოს ამ იდეის გავრცელების ადგილი. ესეც აი რაღაცა ვთქვათ აქაც ფრიალებდეს ის დროშა, რომელსაც ისინი აფრიალებენ, ხო? ანუ ეს არის მთელი მათი მთავარი ამოცანა, ხო? აი ამ ყველაფერში, ამისთვის იბრძვიან და იმიტომ არის რომ მაგალითად სადაც ყველგან ვოუკიზმი იქნება. კი ბატონო, და ამიტომ არის რომ ისინი მათ შორის იმასაც ეწინააღმდეგებიან, რომ აქ ადგილობრივმა სახელმწიფომ გაატაროს როგორც სუვერენული ისე ანუ სუვერენული და პატრიოტული მათ შორის ეკონომიკა. არა უბრალოდ საგარეო პოლიტიკა, არამედ მათ შორის ეკონომიკაც. ანუ ეკონომიკაც იყოს ამ ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული და მათი ამოცანაა, რომ პირიქით, ანუ რასაც იქიდან გვეტყვიან, მხოლოდ ის ეკონომიკური პროცესები ვაწარმოოთ. მხოლოდ გამტარნი ვიყოთ იმ დირექტივებისა, რომელიც დირექტივებიც მოდის ეკონომიკაში, პოლიტიკაში, კულტურაში, ყოველდღიურ წყობაში და ასე შემდეგ, ხო, სოციალურ პოლიტიკებში და ასე შემდეგ, განათლებაში და ყველაფერში, რაში ჩვენ ცხოვრობთ, ხო, ჩვენი მაგალითად ჯანდაცვის სისტემა, ხო, რეალურად ჩვენ იმ, ასე ვთქვათ, ნეოლიბერალური, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტის შედეგად 95%-ზე მეტი არის განკერძოებული და შესაბამისად ადამიანები ვერ იღებენ საკუთარი, ასე ვთქვათ, არავის, მათ შორის მდიდრებსაც კი არა აქვთ რესურსი, რომ ქვეყნის შიგნით თამამად მიიღონ ჯანდაცვა. მე დიდრებს ახლა ძალიან დიდრებს არ გულისხმობ, მაგრამ აი წარმოიდგინე პირობითად, ხო, ჩვენ რეალობას რო შევხედოთ. ადამიანი, რომელიც არის მაგალითად წელიწადში აქვს, თქვა, დაუშვა წელიწადში აქვს სადღაც 150,000 ლარი შემოსავალი, ხო? ხოლმე ჩავთვალოთ ეს არის დაახლოებით საშუალოზე მაღალი შემოსავალი, ხო? და ნორმალური შემოსავალია ნებისმიერი მოქალაქის, რომელიც შეიძლება საქართველოში ცხოვრობს. მაგრამ წარმოიდგინე, რომ უცებ მას დასჭირდა 60-70,000-იანი თქვა სამედიცინო ჩარევა. ხო. ანუ მისი მთელი წლის შემოსავლის ნახევარი ერთ დღეში სჭირდება, ხო? და ეს ხო შეუძლებელია რომ მანაც კი აღარაფერს ვამბობ ადამიანებზე, რომლებიც საკმაოდ დაბალი შემოსავლით ცხოვრობენ, ხო? მისთვისაც კი აბსოლუტურად შეუძლებელია, ხო? რომ ეს აწიოს. საკუთარი რესურსით, საკუთარი ხარჯით, ან სესხი უნდა აიღოს, ან ის ქონება უნდა გაყიდოს, რომელიც აქვს და ასე შემდეგ, ან რაღაცა პროცესში უნდა ჩაერიოს და ასე შემდეგ, ხო? კი, უამრავი პროგრამა არსებობს უკვე ქვეყანაში, მაგრამ ხო გახსოვს ეს როგორი მდგომარეობა იყო რა, როდესაც ყველაფრის გაყიდვა მოხდა და როდესაც ითქვა, რომ ჯანდაცვა არის სერვისი და არა უფლება და ვისაც არ აქვს შესაძლებლობა რომ ეს სერვისი იყიდოს, მე რა სახელმწიფოს ამასთან არაფერი საქმე არ აქვს, ხო? მაგას აქ მარტო უფლების გარდა უნდა იყოს უსაფრთხოება, შენი მოსახლეობა უნდა ყავდეს მინიმუმ გარანტირებული, კი ბატონო, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ანუ უსაფრთხოების საკითხი, ის როგორ არის სოციალური საკითხები და მათ შორის მაგალითად განსახლების საკითხები, ხო? ანუ ჩვენ როდესაც მაგალითად სოფელზე ვსაუბრობთ, რომელიც საზღვრის პირას არის და ასე შემდეგ, ეს დემოგრაფიის საკითხები და ასე შემდეგ არ არის უბრალოდ იმისთვის, რომ კულტურული მდგომარეობა, ხო, რომ აი ბევრნი ვიყოთ, ამისთვის ხო არ არის. მართლა შენ რაც თქვი წერა, ნუ უსაფრთხოების საკითხია, ხო? რომ ჩვენ ერთი რომ რაღაცა რაოდენობის ვიყოთ, რომ არა უბრალოდ შეგვეძლოს დაცვა ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტერიტორიის და ასე შემდეგ და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენდეთ. ეკონომიკურ ფაქტორებს მათ შორის შევძოთ ჩვენი სუვერენული ეკონომიკის წარმოება, ხო? იმისთვის რომ ჩვენ ვიცხოვროთ ეს ქვეყანა, ჩვენ ვიცხოვროთ ეს სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანაში არსებობს. აი, მოდი შევაჯამოთ რაღაცნაირად ეს ჩვენი გადაცემა. პირველ რიგში უნდა ითქვას ესეთი რაღაცა, რომ აი ეს ახალგაზრდობა, რომელიც გამოდის. მე კი ვადარებ ჩემ დროინდელ
მდგომარეობას ეს 2003 წლის მდგომარეობა იყო, სადაც ახალგაზრდობა არ იყო თქვათ ესე მდგომარეობაში. ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდა მაინც რაღაცნაირად ახალგაზრდობა. და სიამდვილეში ახლა ხომ არის ფეტიშიზაცია, შენს ყავს შვილები, ჯენზის თაობის და ხდება მათი იდეალიზება, მაგრამ სიამდვილეში იმდან სუსტები აღმოჩნდნენ რაღაც ნარატივის წინააღმდეგ ბრძოლაში, კრიტიკულად დამოკიდებულება ქონოთ რაღაც ჰეგემონურ ნარატივისადმი, რომ ერთი მხრივ თითქოს რაღაც რებელობა უნდათ, ესე ვთქვათ, მაგრამ მეორე მხრივ არანაირი პოტენციალი ჯერჯერობით არ ჩანს იმისა, რომ აი ამ ადამიანებს ვის აქციაზე გამოდიან. მე არ ვთვლი, რომ ეს ჯენზი ყველა გადის აქციაზე, არ ვთვლი ეს. მაგრამ იმდენად სუსტები აღმოჩნდნენ იმაში, რომ კრიტიკულად დაენახათ, ან ზოგადად სოფლიო მოვლენები შეეფასებინათ, რომ ვერ გაუწიათ წინააღმდეგობა ამ პროცესს. ჩათრეული იყო. კი ბატონო. ეს არის მოდი აქ იმას რა ქვია, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ჩამოვიტანოთ, ხო? ანუ რეალურად ესე დავანაწილოთ ეს საკითხი. პირველი, რატო ვერ დაინახეს, რატო ვერ ხედავენ რა ხდება გარშემო? იმიტომ რომ ის რაც ხდება გარშემო, ამისთვის ის ინსტრუმენტები არ აქვთ, რომლითაც ეს უნდა დაინახო. ეს ინსტრუმენტები განათლების სივრცეში უნდა მიეწოდებოდეს ადამიანებს. გესმის? ანუ იმ განათლების სისტემაში, რომელშიც ისინი აღიზარდნენ, არ მიეცათ მათ ის ინსტრუმენტები, რომლითაც სამყაროს დაინახავდნენ. მათ მიეცათ მხოლოდ იდეოლოგიური ინსტრუმენტები, ხო, კეთილისა და ბოროტის ასე ვთქვათ, იმიტაციური ვერსია, იმიტომ რომ კეთილისა და ბოროტის ვთქვათ დაპირისპირების სივრცე მე სხვაგან ვიცი რა, რელიგიური რეალობაში ვიცი და აქ აი ამ საერთაშორისო პოლიტიკაში ეს რეალობა არ აგვაქვს. არ შეიძლება კეთილისა და ბოროტის ინსტრუმენტებით ვიმსჯელოთ საერთაშორისო პოლიტიკაზე, მით უმეტეს ჩვენ დავინახეთ, რომ როგორც კი მის ინტერესს დასჭირდა არათუ ფარულად, არამედ უკვე განცხადებულად აცხადებს ამერიკის არჩეული პრეზიდენტი, რომ კანადა, გრენლანდია, რაღაც პანამის არხი და ასე შემდეგ ამაზე შეუძლია იარაღიც კი აიღოს ხელში და ვთქვათ ძალის გამოყენებით მიითვისოს ეს ტერიტორიები, იმიტომ რომ მის ინტერესს სჭირდება. ანუ ჩვენ დავინახეთ, რომ კეთილები და ბოროტები კი არ არიან ძლიერები, რომელსაც აქვს ინტერესები და ამ ინტერესებით ყველაფერს აკეთებენ. ეს ინსტრუმენტები მათ არ აქვთ. მათ აქვთ მხოლოდ კეთილისა და ბოროტის ინსტრუმენტი მიცემული მათი მასწავლებლებისგან, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ამ ბავშვებს ასწავლიდნენ. მეორე საკითხი, რადგან უნდა გავაკეთოთ, გავამახვილოთ ყურადღება, მართალი ხარ შენ რომ მთელი ჯენზი იქ არ დგას. მეცაც გეტყვი, ანუ კვლევა ჩატარდა სხვათა შორის აი ამერიკაში ამაზე დღეს ბევრს საუბრობენ, ხო? აი მაგალითად ჩარლი კირკი გეცოდინება ახლა ერთ-ერთი ყველაზე ისეთი აქტიური ახალგაზრდა კონსერვატორია ამ ტრამპის მხარდამჭერებში და ამას წინათ ამაზე საუბრობენ, მე დამაინტერესა და გადავამოწმე, ხო? დღეს მაგალითად ჯენზის თაობაში ორჯერ მეტია კონსერვატიულად განწყობილი ადამიანები, ვიდრე მაგალითად მილენიალები, როცა მათი ასაკის წარმომადგენლები იყვნენ. ანუ, როდესაც მილენიალები იყვნენ თინეიჯერები, ასე ვთქვათ, ორჯერ ნაკლები იყო მათში კონსერვატიულად განწყობები. ამერიკაში და შეიძლება ჩვენთანაც ასე იყოს, ჩვენთანაც არ გამოურიცხოთ. რომ ეს ასე იყოს, ჩვენთან უბრალოდ არავის ეს კვლევა არ ჩაუტარებია. ვიდრე ეს არის ჯენზიში, რომელიც დღეს არის თინეიჯერი, ხო, ვთქვათ. და იმიტომ რომ განხიბლა, ანუ ამ აგრესიამ, რომელი აგრესიითაც ის იდეები მიეწოდებოდა საზოგადოებას, ხო? მილენიალები, როდესაც თინეიჯერები ვიყავით, იმ დროს აქ კიდე რაღაცა ტიპის ის იყო, გესმის, რომ აი ვიღაცები იყვნენ ჩაგრულების იმიჯები მოდიოდა სულ და ასე შემდეგ და მათი რეაბილიტაციის სურვილი და ადამიანი ყოველთვის ჩაგრულის მხარეს ხარ და როდესაც უკვე ეს ეგრეთ წოდებული ჩაგრულები წარმოჩენილები არიან როგორც პრივილეგირებული ჯგუფი, არა თანასწორები, ან მთელი ამბავი ხო იმაში, რომ თანასწორად კი აღარ არიან წარმოდგენილი პრივილეგირებული ჯგუფები. ეს უკვე რაღაცა დიდ ჯგუფს აღარ მოსწონს. ავარავთ. და მესამე და ძალიან საინტერესო რამე, ანუ ჩვენი იმედები ჯენზისთან მიმართებაში. გზაში სანამ შენთან მოვდიოდი, რაღაც 1-2 დღის წინ შემთხვევით გადავაწყდი ლექციას იობის წიგნის შესახებ. და ნუ რაღაც იმის შემდეგ ჩემთვის მომბო რომ კვლავ აღმოვაჩინე ეს წიგნი, ესე ვთქვათ. რა, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სიღრმეებია ამ წიგნში, რომ მართლაც უბრალოდ წაკითხოს კი არ ურჩევა შენს მაყურებელს, რომ ეს წიგნი კიდევ ერთხელ წაიკითხოს ბიბლიიდან, არამედ მოძებნოს უამრავი განმარტება, რომელიც ამ წიგნის შესახებ არის ძალიან სერიოზული წიგნი, ესე ვთქვა და ძალიან სერიოზულია ის განმარტებები, რომელიც მის შესახებ არსებობს. და ერთ-ერთი კითხვა ასეთი იყო, რა ქვია, ერთ-ერთი მღვდლის მიმართ, შეიძლება თუ არა ნორჩმა ადამიანმა წაიკითხოს იობის წიგნი.
და მას მაგალითად მოყავს ებრაული წესი, რომელიც არსებობდა ძველი აღთქმის პერიოდში და დღემდე შემორჩენილია, რომ პირველ წიგნს ბიბლიური პირველ წიგნს ებრაელი ყმაწვილი კითხულობდა 12 წლის ასაკში უფროსების თანდასწრებით. და 18 წლის განმავლობაში ემზადებოდა შემდეგ და გარკვეული წიგნების და მათ შორის იობის წიგნის წაკითხვა შეეძლო მხოლოდ 30 წლის შემდეგ, როცა 30 წლის ასაკს მიაღწევდა. ანუ ადამიანი, რომელსაც საკუთარ თავზე გარკვეული გამოცდები, ცხოვრებისეული გამოცდები არ გაუვლია, მისთვის ეს წიგნი ვერ იქნება გასაგები. ის სწორ კითხვებს ვერ დასვამს ამ წიგნთან დაკავშირებით. ანუ ჩვენს ახლანდელ ჯენზის რო კულტურული დონე ჭირდება მოკლედ. მიუსადაგოთ, მათ ჭირდებათ გარკვეული გამოცდილება იმისთვის, რომ ჩვენ ბოლოს მათ დავეკითხოთ აზრი იმის შესახებ, როგორ ვიცხოვროთ, ხო? ჩვენ კანონში ჩავწერეთ, რომ 25 წლამდე პარლამენტში არ ვირჩევთ ადამიანს. რატო გავაკეთეთ ეს? თუ შეიძლება რომ ამ ხალხს აზრი დავეკითხოთ. რატომ ჩავწერეთ? მაშინ თქვათ, რომ 18 წლის როგორც გახდება, მაშინვე ავირჩიოთ პარლამენტში. ჩვენ საეკლესიო წესში 30 წლამდე დიაკვნად არ აკურთხებდნენ. და 35 წლისაც მოდლად, როგორც მახსოვს, ან შეიძლება წლები მეშლებოდეს, მაგრამ დაახლოებით 100-ია, იმიტომ რომ არ შეიძლება გარკვეული გამოცდილების გარეშე აზრი კითხო ადამიანს. ცხოვრებისეული გამოცდილების გასაგები უამრავი რამ შეიძლება წაიკითხოს. და ეს ცოდნა, წაკითხulis ცოდნა შეიძლება ძალიან დიდი იყოს ახალგაზრდა ადამიანში, იმიტომ რომ შეუძლია შეისრუტოს უამრავი ცოდნა. მაგრამ ერთი ამ ცოდნის შესრუტვა და მეორეა ამ ცოდნის ცხოვრება. ანუ ეს ცხოვრება უნდა იცხოვროს იმისთვის, რომ მე სხვას უთხრას, როგორია ცხოვრება სინამდვილეში, იმიტომ რომ ზუსტადაც რომ აი ასაკში, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, არის ძალიან ადვილი აი იდეალიზირება მოახდინო გარკვეული რეალობების, ხო? და დახატო რომ აქეთ რაღაც იდეალური სამყაროა და აქეთ რაღაცა აბსოლუტური ბოროტება დგას და აი ამ დაპირისპირებაში თავი უნდა გაწირო დღეს აი ამ თქვათ იდეალური სამყაროსთვის. მადლობა გიორგი პირველ რიგში, ჩვენთვის საინტერესო იყო. მადლობა რომ მომიწვიეთ. ამ საკითხზე მსჯელობა, ჩვენ გავაგრძელებთ აუცილებლად ამაზე სხვა საკითხებზე მსჯელობას, იმიტომ რომ იცვლება სამყარო. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო ეს გადაცემა. ვთხოვთ რომ გააზიაროთ ვიდეო და მადლობა ყურადღებისთვის და ხარდაჭერისთვის.